გამარჯობა მეგობრებო, ესე იგი დღევანდელი თემა არის პოლიტიკური რა, განსხვავება გლობალისტებსა და ულტრაგლობალისტებს შორის. ერთ-ერთი ვიდეო ინტერვიუ თარგმნე რუსულიდან და ეხლა აქ რაზე არის საუბარი? ეს ინტერვიუ ჩაწერილი არის, ეხლა დღეს გახლავთ 2025 წლის 12 მარტი, მაგრამ ეს ვიდეო ეს TikTok-ზე მქონდა შედახული, ეს ინტერვიუ ერთ-ერთ რაღაც გადაცემაში რუსებთან იყო, ეს იყო ჩაწერილი იყო ტრამპის სანამ გახდებოდა პრეზიდენტი, ანუ ამერიკაში, ანუ კამალა ჰარისსა და ტრამპ შორის ხო იყო, ესე იგი არჩევნების ამბავი და სანამ ტრამპი გახდებოდა, სანამ არჩევნები იქნებოდა. იქამდე არის ეს ინტერვიუ ჩაწერილი და რამდენი, რა ვიცი, 1-2 კვირა არ დაწყებული მაქვს ამის თარგმნა. ეხლა ეს სირიის ამბები სანამ გააქტიურდებოდა და აი ძალიან რთული ინტერვიუ იყო, პოლიტიკური და ტექსტები იყო ისეთი რთული, თან ეს კაცი აცაბაცა ლაპარაკობდა და ვიტაჯე, აი 2 კვირა თარგმნა ვერ დავამთავრე 2 გვერდის რა. ამიტომ აი სერიოზულად მიუდექით, იმიტომ რომ ასეთ ტექსტებს თქვენ ვერ შეხვდებით ვერსად. აი ვერსად მთელს ქართულ ინტერნეტ სივრცეში და ნუ ტელევიზიაში მით უმეტეს. ანუ აი ეხლა მე ესე როგორც რამდენჯერმე რომ თარგმნე, რამდენჯერმე რომ გადავაკორექტირე ეს ტექსტი, ძლივს მივხვდი, იმდენად რთული ტექსტია. აი რეალურად, როდესაც მასონებზე, გლობალისტებზე და აი ამათზე ვსაუბრობთ, აი ამ პატარა მცირე მოდელში, აი ამ ტექსტის ამ პატარა ინფორმაციულ ამ პატარა მოდელში კარგად არის განმარტებული მსოფლიოს პოლიტიკური მოწყობა როგორ მდგომარეობს რა. და ყველა სიტყვას კარგად დაუკვირდით, ანუ რეალურად კარგად დაემთხვა, რომ ეხლა კაკრას უნდა ჩავწერო ვიდეო სირიის ამბებზე და სირიის თემასთან დაკავშირებით ბოლოს 1-2 სიტყვას დავამატებ. აი კარგად დაუკვირდით, რაზე არის საუბარი. განსხვავება გლობალისტებსა და ულტრაგლობალისტებს შორის. ესე იგი წამყვანი აქ ეკითხება, რომ იწყება ასე ვიდეო, რომ იწყება და შემდგომ ის რესპონდენტი თუ ვინც არის სტუმარი ის აგრძელებს. ესე იგი მატრიცა ასევე იცვლება არსებული პროცესების გავლენითო, ჟურნალისტი ეკითხება. სტუმარი ეუბნება. დასაწყისისთვის მოდით განსაზღვროთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ვიცოდეთ რა განსხვავებაა გლობალისტებსა და ულტრაგლობალისტებს შორის, რომ შემდეგ გასაგები იყოს. გლობალისტები ბუნებრივია, რომ გლობალიზაციის წინააღმდეგები არ არიან. ასევე ტრამპიც არ არის გლობალიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ უნდა იქნას შენარჩუნებული MVF-ი, მსოფლიოს ბანკი, სახელმწიფო უნდა იყოს ინდუსტრიული და უნდა არსებობდეს საშუალო ფენა. აი ულტრაგლობალისტებისთვის კი არანაირი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ან ულტრაგლობალისტები არიან მაგალითად ბაიდენის სასტავი. უნდა არსებობდეს მსოფლიო მეგა კორპორაცია, საშუალო ფენა არ უნდა არსებობდეს, სამრეწველო უნდა იყოს ანკლავში და ასე შემდგომ. ულტრაგლობალისტები კანდიდატურად დასვავენ კამალა ჰარისს, ისევე როგორც ბაიდენი და კლინტონი დასვეს. ტრამპი კი უბრალოდ ტრადიციული გლობალისტია. ხოლო აი ახალი ნორმალური მსოფლიოს აშენების თვალსაზრისით განსხვავება არსებულად დიდია. მაგალითად ულტრაგლობალისტებს სჭირდებათ ახალი პანდემია. ამაზე ფინანსური კაპიტალები და ციფრავი კი ექსისტები არიან დაინტერესებულები და ის ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან. და შემთხვევითი არაა, რომ უკანასკნელ ბიუდენბერგზე და კლაუს შვაბის ბოლო წიგნში გამოთქმული იყო საგანგებო შენიშვნები აღმოსავლეთის ახალ კონფლიქტებზე, აღმოსავლეთ ევროპის დატოვების პრობლემის გადაწყვეტით კაპიტალისტური სისტემის პერიფერია ბირთვიდან და ეკონომიკური და ეთნიკური ყველა ერთად აღებული, აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მასლენიცასთან, რადგან ისე გამოვიდა, რომ საომარი კონფლიქტები ამოხრუჭებს სახელმწიფო გადახდების პროცესს კორპორაციებზე, იმიტომ რომ ამ დროს ხომ სახელმწიფო იბრძვის. მეორე სამრეწველო კომპლექსის ზრდამ აღადგინა სამრეწველო კაპიტალი, რადგან სანამ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა მძლავრი ფინანსური კაპიტალის დადგომა და ეს ასე გრძელდებოდა შემდგომ 50 წელი, ნებისმიერი ომი ეს არის ინდუსტრიული კაპიტალის აღზევება. რა მოხდა 1914 წელს, მთელი მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფინანსურმა კაპიტალმა მრეწველობა ააღორძინა, როცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული არსებობა უზრუნველყო.
70-იანი წლებიდან სამრეწველო კაპიტალმა საპირისპირო პროცესი განიცადა. ახლა კი საომარი კონფლიქტი აღმოსავლეთ ევროპაში ან კიდევ სადმე სხვაგან თუ წარმოიქმნება, ეს შემოდგომის ბოლოს არის ნათქვამი. თუ წარმოიქმნება, ის ხელს შეუწყობს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და შესაბამისად ინდუსტრიული კაპიტალის განვითარებას. არსებობს კიდევ ორი წმინდად ფსიქოლოგიური მომენტი. ომი არც თუ ისე კარგი დროა გენდერის თემის რეკლამირებისთვის. ხვდებით ხახნო რაზეა საუბარი? ამიტომ იმის გამო რომ ომი ჭირდება მსოფლიოს, ჩათვალეთ დაახლოებით მესამე მსოფლიო ომზეა საუბარი, ოღონდ ეს შეიძლება სხვადასხვა რეგიონებში იყოს, ერთ წერტილში არ იყოს თავმოყრილი, მაგრამ იმისათვის რომ ომი ჭირდება და ომში უნდა ჩართოს, ესე იგი მთელი მსოფლიო თუ რაღაც ნაწილი ევროპის და აზიის რაღაც ნაწილი მაინც ქვეყნების, იმიტომ რომ ეს სჭირდებოდა და ანუ დასჭირდა ტრამპს, ამიტომ ეს გენდერის თემა და ის ყველაფერი მოკლეს, ანუ გააჩერეს, იმიტომ რომ ომი არ არის ისეთი დრო, სადაც შენ ახლა ტრანსგენდერებს და იმას რა ქვია გააპიარებ. ამიტომ ეს დაფინანსებები და ისინი ყველაფერი შეწყვეტეს. ხვდებით რაზეა საუბარი? ომი არც თუ ისე კარგი დროა გენდერის თემის რეკლამირებისთვის. ომი კოლექტიური და მასკულინური პროცესია. მე არაერთხელ მithქვამს, რომ სირიის კონფლიქტით მსოფლიო საომარი მოქმედებების ახალ 30 წლიან ციკლში შევიდა რომ სირიის კონფლიქტით მსოფლიო საომარი მოქმედებების ახალ 30 წლიან ციკლში შევიდა და ეს გახლავთ კაპიტალიზმისა და მოდერნიზაციის ეპოქიდან გამოსვლა. ჩვენ ვეჯახებით იმ სიტუაციას, როცა მსოფლიო ელიტაში დიდი განხეთქილება ხდება. ის, ვისაც კლაუს შვაბის მიერ აღწერილი ახალი მსოფლიო წესრიგის 100% სჭირდება, ეს არის მსოფლიო პანდემიისა და ვაქცინაციის შემდგომ და აქ კიდევ უცებ საომარი მოქმედებები იწყება. ანუ იქ სჭირდებათ ვაქცინაცია და მთელი ესამები და აქ კიდე საომარი მოქმედებები იწყება. ანუ ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ულტრაგლობალისტებს ძალიან ეჩქარებათ, რომ ომი დამთავრდეს, რათა ახალი პანდემია დაიწყონ ვაქცინაციითა და მთელი ამბებით. ავადმყოფობა X-ი, რომელთაც ასე გვაშინებენ. გასაოცარია იმის თქვა, როგორც ჩანს, ეს არის ხალხი, რომელიც მთლიანად ეპყრობა და უდგება სხვა ადამიანებს, როგორც იდიოტებს ისე. როდესაც დაოსის შეკრებაზე გვეუბნებიან, რომ რაღაცა X ვირუსი იქნება და არ იციან რა ვირუსია საუბარი. ოდესური ანეკდოტის არ იყოს. ჟორა, მიდი შეწვი, მიდი შეწვი. თევზი არ არისო და შენ შეწვი და თევზიც იქნებაო. აქაც აი ასეთი ისტორიაა. ამერიკის ბედი და ამერიკასთან ერთად მთელი მსოფლიოს ბედი დიდწილად ორ არაადეკვატურ ხალხთა შორის ბრძოლაში წყდება. კამალა ჰარისი საერთოდ არაადეკვატურია. ტრამპი ბიზნესმენი მაინც არის და იცის რომ საპონი არ უნდა ჭამო, მაგრამ ფული კი ჯიბეში უნდა ჩაიდო და არა სადმე სხვაგან. რუსული გამოთქმაა ესეთი, что Милане надо есть, а деньги нужно класть в карман, а не мимо. ამერიკის ბედი არის ეს კლერკული ელიტის დეგრადაცია. თამაშის უფროსებს მე არ ვგულისხმობ. არამედ კლერკულ ელიტაზე ვამბობ და ისინი ყველგან დეგრადირდებოდნენ. და ამ ორი არაადეკვატური და საშიში ადამიანის ხელით მთელი მსოფლიოს ბედი წყდება. კამალა ჰარისი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. მე ვფიქრობ, რომ თუ კი კამალა მოიგებს, მაშინ რეალური პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება, უფრო ზუსტად კი მისი ცოლი. ჟურნალისტი ეკითხება მერე. მოდი კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ სურათს, მოდი უფრო ფაქიზად ვთქვათ, ეს რესპუბლიკელები და დემოკრატები, მაგრამ ძველი ელიტა, რომელზეც თქვენ ბევრს საუბრობთ, ისინი ამ სურათში როგორ ჩასხდებიან? პასუხობს, ყველაფერი ელემენტარულად ჯდება, რადგან ახალი ელიტა არის ძველი ელიტის ფუნქცია. 2012 წელს ორმა ახალგაზრდა ყმაწვილმა 40 წლამდე მამაკაცებმა დაწერეს წიგნი ინგლისის თანამედროვე ელიტაზე და მათ სტატისტიკა თითებზე ჩამოთვალეს, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან ჩვენს დღემდე ინგლისის ელიტის 1% ქვეყანას მართავდა და დღემდე ასეა. პატარა გადაჯგუფებები გააკეთეს, მაგრამ ისინი არსად არ წასულან. ჟურნალისტი ეკითხება, ანუ ისინი ტრამპის მხარეზე არიან თუ კამალა ჰარისის მხარეს? პასუხობს, აქ შიდა ინფორმაცია გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ძველი ოჯახები ყველა კვერცხს ერთ კალათაში არასდროს არ ჩაალაგებენ. ისინი იმყოფებიან ვენგერში,
BlackRock-ში, იქაც არიან განსხვავებულ სტრუქტურებში მოღვაწეობენ, ისინი ჩვენს პერესტროიკაში იღებდნენ მონაწილეობას. რატომღაც ყველას ახსოვს, რომ რჩეველი თავიდან გორბაჩოვთან და მერე 90-იანებში იყო ჯეფრი საქსი, მაგრამ რატომღაც აღარავის არ ახსოვს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პალავიჩინიმ გორბაჩოვის დროსაც და იმ 90-იანების წლების დროსაც. ვინ არიან პალავიჩინები? ესენი არიან ლანგობარდების ოჯახი, რომლებიც იტალიაში ჩასახლდნენ და მე-19 საუკუნიდან წამყვან როლს ასრულებენ იქ, სადაც დღეს სახელმწიფო იტალია მდებარეობს. და აქედან გამოვიდნენ კარდინალები, ბანკირები და ამ პალავიჩინების ძველი ოჯახები არსად არ წასულან. თუ გვაინტერესებს როგორ არის მოწყობილი მსოფლიოს პოლიტიკური ვერტიკალი, არა მსოფლიოს მმართველობა მთავარი, არამედ მსოფლიოს ელიტური მოწყობა პოლიტიკაში და მის მიღმა სივრცეებში, სინამდვილეში. იყო ასეთი ჰოლანდიელი მხატვარი ეშერი, ზოგჯერ მას უწოდებენ ეშერს ან ესხერს, რომელსაც აქვს შესანიშნავი ნახატი სახელწოდებით ფარდობითობა და ეს ნამუშევარი ყველაზე კარგი ილუსტრაციაა თუ როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება მსოფლიოში. ეს ერთი მხრივ არის იერარქია, ხოლო მეორე მხრივ ეს გახლავთ ქსელური სტრუქტურა. ეს არის ქსელი, სადაც ეს რგოლები ეილერის პრინციპის მიხედვით ერთმანეთს ემთხვევა. წამყვან პოზიციებს ძველი ოჯახები იკავებენ და ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები სერიალ მილიარდებში. წამყვან პოზიციებს ძველი ოჯახები იკავებენ და ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები სერიალ მილიარდებში და მილიარდები სერიალის სახელი და არისტოკრატია არსად არ წასულა. აი, ყველაფერი არის გარკვევით ნათქვამი აი აქ, კარგად მოусმენთ, კარგად დააკვირდით. მოგეთ არის სოფლიოს ესე ვთქვათ როგორ გამოდის, ესე იგი, უკვე ტრამპი რადგან არის, ესე იგი, გლობალისტებს ჭირდებათ ომი, ულტრაგლობალისტებს ვაქცინაცია და მოგეთ ორი ერთმანეთზე უარესი უბედურება ტრიალებს სოფლიოში. რაც შეეხება სირიის ამბებს, ხახნო მასშტაბ, ან პედაგოგი თქვა, რომ სირიის კონფლიქტი შემოდგომაზეა ნათქვამი და ეხლა კიდევ უფრო გააქტიურდა. სირიის კონფლიქტით სოფლიო შედის ახალ 30 წლიან სოფლიო, ესე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებში რა. საბრძოლო კონფლიქტებში, ხო და საერთო ჯამში რომ იცოდეთ რა ხდება, ეს ახალი მთავრობა პრეზიდენტი მაგებს მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი აი ამ ელიტებისგან იმართება ეს ყველაფერი და უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მუსულმანური, ესე ვთქვათ, ერთი წამით, ხო, მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროები ერთმანეთს დააჯახონ. ეს ვითომ ტერორისტული დაჯგუფებები და 1000 რაღაც რაც კი დაჯგუფები ყველაფერი ზევიდან იმართება, ყველაფერი ზევიდან ფინანსდება. ერთი ტყვია კაცო, აბა წადი, აბა კალაშნიკოვის ტყვია, ერთი ტყვია 2 და 3 ლარი ღირს. საიდან აკაკანებს ხა ეს ხალხი ამ ავტომატებს, ხო? ყველაფერი იმართება ზევიდან და ფინანსდება ზევიდან, ტელევიზიებში სხვანაირად გვაჩვენებენ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ისლამური და ქრისტიანული სამყაროები დააპირისპირონ ერთმანეთს. აი აქაც რომ ეს ჯვრის მონასტრის რაღაც კედლებზე წარწერები რო გააკეთეს და ასე შემდგომ. ამასთან დაკავშირებით მე წინასწარ მაქვს ნასაუბრები. ეხლა მე ხო წამოდნენ ჩაწერილი ვიდეო, ის გააკეთე, ასე შემდგომ. ანუ წინასწარ მაქვს ნასაუბრები შარშან ივნისში, მოკლედ შარშან ზაფხულზე დავდე მე ვიდეო. სახელწოდება ჩასქროლეთ ვიდეოებში და მოусმინეთ. სათაური ქვია ამ ჩემს YouTube ვიდეოს ასე 2025 წლიდან ფრინველის გრიპის პანდემია და გაეროს დესანტებად გადმოსხმული მიგრანტი ჯარისკაცები. თლიანად ეს ევროპაში რო ეს ამდენი მიგრანტები ყავთ შეყრილები, საქართველოშიც რომ ესე რატომ მუშაობენ გლოვოს კურიერში, აქ ხალხი დაგვჩაგრეს, უმუშევრები დაგტოვეს, ეს ხახნო, ნახეთ როგორ ხდება მატრიცაში, ეხლა გიხსნით როგორ ხდება ეს ყველაფერი. ანუ საერთო ჯამში უნდა ვთქვათ ჯერ ის რომ კეთდება იმისთვის რომ მუსულმანური და ანუ ისლამური და ქრისტიანული სამყაროები ერთმანეთს დააჯახონ და წავიდეს დიდი ომი, რათა შეიქმნას ეს ფეიქ, ანუ სპეციალურად დაიდგას ანუ სტიმულირება მიეცეს ამ ომს, რათა გახდეს საჭირო მსოფლიო ლიდერის მოყვანა, ვინც ამ ომს დააშოშმინებს. აბა ეხლა მსოფლიო ლიდერი რაში გვჭირდება? ხო, აი რა უნდა შექმნა გააჩინო საჭიროება და მერე მიაწოდო ეს როგორ არის მოთხოვნა მიწოდების ბაზრის თემა რა.
ანუ გააჩინონ უნდა ხელოვნურად ეს ომი, ანუ გააჩინონ საჭიროება მსოფლიო ლიდერის დაბადების იდეა შეიქმნას, გახდეს საჭირო და მე ეს ანტიქრისტე ვინც იქნება მსოფლიო ლიდერი, ეს ანტიქრისტეს მოიყვანენ და ეს ანტიქრისტე გამოვა ვიღაცა ძალიან კაი ტიპი და იტყვის რომ მოდი მე გავაჩერებ ამ ორ ხალხებს შორის დავაწყდარებ ამ ასე თქვა დავაწყდარებ სიტუაციასო რა. აი ხა იქ რაღაც ერთ-ერთი აქ საუბარი და ვიღაცის ვიდეოზე მომნიშნა საერთოდ მოგედა აი ISIS-ის ტერორისტი სირიიდან პირდება ომს ქრისტიანებს. ჩვენ ჯიჰადს ვაწარმოებთ თქვენს წინააღმდეგ, თუნდაც 20 წელი დასჭირდეს. დღეს სირია, ხვალ გერმანია, შემდეგ საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ. თუ ვინმეს გონია ეს სპონტანურად ხდება, ძალიან ცდება. ესაა წინასწარ დაგეგმილი სცენარი და მას ჩუმი დირიჟორები ჰყავს. ბრჭყალებში დირიჟორები. ტყუილად კი არ შეხიზნეს და გაავსეს ევროპა მუსლიმებით. ნუ ეს რაღაც ვიღაც ტერორისტის თუ ვიღაცის გამოსვლის ვიდეოზე ვიღაც ადამიანმა გააკეთა კომენტარი და აი ეს ნახევარი იმის ნათქვამი, ნახევარი თქვა და ვინც გააზიარ იმის დამატებული ინფორმაცია. ხო და ეს არის, ანუ მე ამ ვიდეოში აუცილებლად ნახეთ, ვისაც არ გინახავთ, აი გაეროს დესანტებად გადმოსხმული მიგრანტი ჯარისკაცები თქო. იქ მე განვიხილავ მოსიარულე მკვდრების სერიალში, რომ ზუსტად ეგ ყველაფერი იყო ნაჩვენები, წინასწარ სერიალები და როგორ გვაჩვენებენ ამ ყველაფერს რა. და მატრიცაში ზოგადად ნახეთ როგორ რაღაც არის, ანუ ხალხი ნახეთ როგორ ამეა, რომ ხალხი ანუ ჩივის იმას ხო ზოგადად რომ თქვა ქართულმა უცნებამ რა მნიშვნელობა ქართული უცნება ზუსტად იმავე პოლიტიკას აგრძელებს რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო თითქმის ყველაფერი იგივეა უბრალოდ ეს სახეცვლილება არის ესე იგი რაღაცა ეს პლაკატების სახეცვლილებაა და სახეების თორე დანარჩენი პოლიტიკა ყველაფერი იგივეა ჩვენ უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს თავრობები არის მატრიცაში ეს თავრობები არიან ადმინისტრაციები და არის ახლა მე თვითონ ან თავრობას ან კი არ ვიცავ ან კი არ ვაკრიტიკებ რისი თქმამი და ანალიზის ვაკეთებ რომ არსებობს თქვა დადებითი ტიპის რაღაც ესე იგი რეგულაციები და დადებითი ტიპის რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტები რაც ხდება ჩვენს რეალობაში შეიძლება რაღაცები კარგის მხრივ წავიდეს მაგრამ ნახე როგორ თქვა ევროპიზაციას ცოტა თან მივდივართ ევროპიზაციისკენ თან ზურგს ვაქცევთ და რუსეთთან ომის კონფლიქტში არ შევდივართ და აი როგორ ამეცი რომ მატრიცაში ანუ შეუძლებელია რომ ყველაფერი მოხდეს კარგი ანუ აუცილებლად უარყოფითი მხარეებიც მოყვება ამ ყველაფერს და ერთ-ერთი უარყოფითი მხარეები არის ის რომ ანუ ჩვენ მთავრობას ესე ვთქვათ ჩვენს მთავრობას როგორც მატრიცის ადმინისტრაციას აიძულებენ რომ შემოიყვანოს დიდ მასშტაბში გეუბნებით შემოყარონ ამათმა გააკეთონ სხვადასხვა პაკისტანთან და რაღაცებთან სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ასე შემდგომ რომელიც ეს საერთოდ რო არ აღჭირდება ახლა პაკისტანთან და ასე ყველამ კარგად ვიცით ეს ამბები ხო და რომ აქედან შემოვიდეს უვიზოთ და უპრობლემოდ ხალხი და დასახლდეს და ამ ხალხში აუცილებლად რაღაცა პროცენტი არიან მიგრანტი ეს მიგრანტი ესენი არიან ჯარისკაცები გადატრენინგებულები სერიოზული მოძალადეები დატრენინგებულები სროლაში და ასე შემდგომ ამიტომ მე ამ ვიდეოს უყურეთ დეტალებში არის და დეტალებში მაქვს ახსნილი ეს ყველაფერი მე ამ წინა ვიდეოში შარშანდელ ვიდეოში მაგ მიგრანტ ჯარისკაცებთან დაკავშირებით და უბრალოდ ერთი რამე იცოდეთ რომ აი არ მინდეხა რაღაცა ტერმინები ვიხმარო აქ YouTube-მა ან ვიდეო არ დამიბლოკოს ან რაღაცა მოკლედ ყველანაირად კანონის ფარგლებში რაც არის იცოდეთ მე არავის არ ვაპანიკებ რომ სამომავლოდ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და ჩვენ ესე ვთქვათ ოჯახების დაცვა შეგვეძლოს შეიძინეთ და მოკლედ შეიარაღდით ანუ სხვანაირად არ ვიტყვით კანონის ფარგლებში სანადირო თოფები სამოქალაქო თავდაცვა ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაატარეთ შეიარაღდით პირდაპირ გეუბნებით აი მოკლედ გეუბნებით ვინც ოჯახები რომლებიც არ იქნებიან შეიარაღებულები ცეცხლსასროლი იარაღებით ის ოჯახები ვერ გადარჩებიან პირდაპირ გეუბნებით ამას არ გაპანიკებთ გეუბნებით პირდაპირ აი პირდაპირ გეუბნებით გადადეთ ზაფხულზე გულაობა გადადეთ რაღაცეების გაკეთება რემონტის გადადება რემონტის გაკეთება სადღაც
ევროპაში კრუიზებში რაღაც გულაობები, დუბაიში გულაობები გადადეთ და იყიდეთ, რაც გითხარით ის, შეიარაღდით ბოლომდე. ოჯახში უნდა გქონდეთ მინიმუმ 5 ფანარი, 2 ხელის ფანარი, 2 თავზე დასამაგრებელი ფანარი და 1 ძალიან დიდი პროჟექტორი ფანარი. და ასე შემდგომ. მოკლედ შეიარაღდით ყველანაირად, რაც კი ვისაც კი შეგიძლიათ, ვისაც არ შეგიძლიათ და რაღაცა ვერაფერს ვერ იზამთ. მაგრამ ემიგრანტებმაც იფიქრეთ, დაუკავშირდით ოჯახის წევრებს, მამაკაცები ვიწყავთ ოჯახებში და გაიარონ ლიცენზია, სროლები ისწავლონ. აი ყველანაირად ეცადეთ, იმიტომ რომ სამომავლოდ მე ახლა ხვალვე რაღაცა ხდება თქვა არ ვიძახი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ როდესაც დადგება მომენტი, აი რაღაცა მომენტები, რაზეც მე ჩიპიზაციის ვიდეოებში მაქვს საუბარი, ჩვენ სამართალდამცავი ორგანოები აღარ გვეყოლება და ჩვენ პოლიცია ვერ დაგვიცავს. ჯერ ნუ ეხლა რას გვიცავს პოლიცია არის იმისთვის რომ მიტინგები დაშალოს მართლა და მართლა ხო? ანუ ქუჩაში რომ გაგგუდონ და დაგახჩონ კაცი შვილი პატრონი არ არის. ხო და ანუ ჯერ ახლა რას გვიცავს და მე აი იმ სიტუაციებში მაგას გეუბნებით რომ როდესაც ეს რაღაცა პროცესები წავა, აი მე მათ მაგნასაუბრები რომ ჩვენ თავრობას გაგვიუქმებენ და მოკლედ აი პირდაპირ როგორ იცით, ხოცვა-ჟლეტვა შეიძლება წავიდეს ამ ესე ვთქვათ დაქირავული ამ ხალხისგან რა და ვითომ ისლამის სახელი თუ რა ისლამი არაფერ შუაში არ არის და რელიგიების უბრალოდ რელიგიურ დაპირისპირებას და გზნობებს და იმებს შეურაცხყოფენ სპეციალურად რომ ქრისტიანები მუსულმანებზე გაბრაზდნენ და მუსულმანები ქრისტიანებზე თორე ხა ჩვენს ქვეყანაში სიტყვაზე ავხდეთ ჩვენს ქვეყანაში ხო ვინმე ხოცავს ერთმანეთს შვენივრად თანავცხოვრობთ ყველა თავის ტაძარში და სამლოცველოში ლოცულობს არაფერმა ეს არის ხელოვნურად შექმნილი ანუ გადაამტერონ ხალხი ერთმანეთს ახოცინონ ერთმანეთი და მე აი ანტიქრისტები მოევლინოს იმად რაღაცა ღმერთად რომ მე დაგამშვიდებთ მე ვარ კაი ტიპი და მე რო არა ვერ დაგამშვიდებდით და ესა რა და პლუს ერთი რამე უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ მონარქიულ წყობაზე მეფე შემოდის ასპარეზზე ეს როგორ იქნება რანაირად იქნება აუცილებლად უნდა იყოს პირდაპირ ეთერში მეფის კურთხევა თუ მეფეს არ აკურთხა არა ეს არის ეტაპობრივად გადავდივართ ქვეყნის ჩაკეტვის პროცესშიც ეტაპობრივად გადავდივართ ამიტომ შემდგომ ასევე ემიგრანტებს მიმართავ რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ეცადეთ დაბრუნდეთ ქვეყანაში განსაკუთრებით ციფრული ვალუტა რო შემოვა და კარგად რომ მოიკიდოს ფეხს მაგ დროისთვის უკვე უნდა დაბრუნდეთ ან მანამდე უკეთესია ძალიან ანუ ციფრული ვალუტა თუ შემოვიდეთ და მთელი ის ყველაფერი ცალკე ომები ცალკე ისინი რა ქვია 25 წუთიანი ქალაქები და ლოკდაუნი ყველაფრის მე ანუ გაგიჭირდებათ დაბრუნება იმიტომ რომ 1000 რაღაცა იქნება იქ 1000 ანტიქრისტიანულ რაღაცაზე გეკნებათ ხელი მოგაწერინებენ უცხოეთში და მე შესაძლებელია აქ აღარ შემოგიშვან იმიტომ რომ თქვენ ახლა როგორ თემა იცი ადამიანმა თუ ყველაფერზე ყველანაირი ვაქცინა გაიკეთა ყველანაირად დედა უტირა თავის თავს და ყველანაირად ანტიქრისტეს თაყვანისა ანუ საქართველოში აღარ შემოგიშვებთ ამაზე არის საუბარი ჩაიკეტება და მე მოთქმა გოდება და ვაება და ვაიმე დედიკო მიშველე აღარ გიშველით აღარ უშველის არავის ეს მეც მეხება და სხვასაც რა ცუდად კი არ ვამბობ ანუ გაითვალისწინეთ კარგია რემონტები მანქანების ყიდვები ყველაფერი ყველა იმიტომ არის წასული სამუშაოდ უცხოეთში რომ ოჯახს ჭირდება მაგრამ ეხლა ჩვენ გადავდივართ ისეთ ეტაპებზე სადაც ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს ციფრულ ვალუტას მიიღებს ეს ქვეყანა ჩვეულებრივად არ გეგონოთ არ მიიღებს მაგრამ რაღაცა დროის შემდგომ როგორც ლიბერალიზმს გადავაგდეთ უკვე ჩათვალეთ ეგრე გადავაგდებთ ჩვენ ამ ციფრულ ვალუტას და ანუ ჩვენ აუცილებლად ამ ციფრულ სამყაროს გამოვეყოფით და თელ დანარჩენ სოფლიოს სამყაროს იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა მოკლედ საინტერესო ინფორმაცია შემოგთავაზეთ და აუცილებლად ეს თემები გადაუზიარეთ სხვებსაც ვინც ამ თემებზე მუშაობს და ვინც დაინტერესებულია მსგავსი საკითხებით აუცილებლად გადაუზიარეთ ეს ვიდეო გადაუგზავნეთ რაც მოგიყევით იმისთვის რომ გათვითცნობიერდეთ და არა ის რომ დაპანიკდეთ არავის არ ვაპანიკებ წყნარად გიყვებით შვიდად ჯობია რომ იყოთ ესე იგი მომზადებულები ყველანაირად ძალიან რთული ტექსტი და ძლივს მოვიშორე ეს ტექსტი რა ძლივს აბა